გუშტი რო ვიყავი აქ საავადმყოფოს გასახსნელად და კიდე მიხედავთ შობა მუშაობა ყოველდღე უნდა იყოს, ამიტომ საქმეს მოკიდოთ. ესე ქალბატონ ბელამ მომაწოდა ეს წერილი. ესე გამარჯობა მადლობას მოგახსენებთ საავადმყოფოს აშენებისთვის, მაგრამ საავადმყოფოდან 100 მეტრის დაშორებით, ეხლა ვნახე, რომ შემივიარეთ დასახლებაში, თქვენ ნახავთ როგორ პირობებში ცხოვრობთ ჩვენ. არც გზა და არც შიდა განათებები. როცა არჩევნები უნდა ყოფილიყო 4 წლის წინ, მოვიდა ჩვენი რაიონის ამჟამინდელი მთავრობა და შეხვიდა. ოღონდ ხმა მოგვეცით და ყველაფერს გაიკეთებთო. მაგრამ ჩვენი პატრონი არავინ არ არის. არჩევნების შემდეგ არავის გავხსენები ვართ. ხელიც არ გაუნძლევიათ. ბავშვები ცენტრში დადიან სკოლაში და სანამ დასახლებიდან სკოლაში მივლენ, უკვე ყელამ ტალახში არიან ამოსულები. პირველად ფეხბურთის მოედნისთვის შეგაწუხეთ, უკვე მეორე დღეს მოედანი გაგვიკეთეთ. რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ. აქამდე არ მომეცა საშუალება რომ მადლობა მიხადე, მაგრამ ნუ თუ არ შეიძლება ეს ყველაფერი თქვენ გარეშე გაკეთეს. იქნებ ისე დაგვეხმარეთ, წინასწარ გიხდით მადლობას, კარგად ბრძანდებოდეთ. ბელა ხოსიტაშვილი. მე თქვა რომ ჯერ ერთი მე არ მინდა ვინმე საბეჭდილო დარჩეთ ქალბატონ ბელასაც არ ვინმეს რომ საავადმყოფოებს რაღაცას რო ხსნი, იმიტომ ვარო თავი მოვიწორო. ეს არის ჩემთვის თქვენთან ურთიერთობის საშუალება, ხო? და ეს საშუალება მაძლევს იმას, რომ რაღაცა ახალი გავიგო, ასევე რა ხდება. და რა თქმა უნდა, გარწმუნებთ, რომ საქართველოს 99% რაც კეთდება ჩემი ჩარევის გარეშე. ხალხმა ისწავლა ავტომატურად მუშაობა, მაგრამ სადაც შემიძლია ჩარევა, იქ რა თქმა უნდა ვერევი. და მე ვიცი რომ ბევრი სხვა პრობლემაც არის, მაგრამ ეს საავადმყოფოც არის იმისათვის, რომ იქ ხალხისთვის არის, ეხლა ვინც რა უნდა ელაპარაკოს. ეს საავადმყოფო უკვე სავსეა და ნამდვილად უცხო პლანეტელები არ მკურნალობენ. ესე იგი ჩვენი ხალხი მკურნალობს. ესე იგი ბევრს აქვს პოლიცია, ვისაც არ აქვს, იმას ახლა წელს ვაძლევთ, ვისაც არ ვაძლევთ, იმას იაფი დაზღვევა აქვს და შეიძლება უფრო ხელმისაწვდომია ბევრისთვის ეს ერთი. და მეორე ერთი, ყველამ უნდა იცოს, რა თქმა უნდა, საქართველოს ბევრ ადგილზე არ არის არც ისეთი როგორც უნდა იყოს, არც განათება არ არის ალბათ ყველა მისული, ბევრად უკეთესად ვართ განათებული, მაგრამ ხა თბილისრეს განათება, პირველ რიგში თბილისრეს დასახლება პირველ რიგში უნდა განათებოდეს, ხა ამას ვეთანხმები, მაგრამ ყველგან მივალთ და ყველაფერს გავაკეთეთ. ეს არის ჩვენი ყველაფერს ერთბაში ყველაფერი არ გაკეთდება, მაგრამ მინდა რომ ეს უბრალოდ შანსი მქონდა რომ 2 დღის თავზე ისე დაბრუნებულიყავი უკან, იმიტომ რომ გუშტი რო ვიყავი, კი წავიღე წელი, მანქანაში წავიკითხე, მაგრამ მე გავფრინდი სხვადასხვა ადგილებში ვიყავი საქართველოში და როგორც კი თბილისში დაბრუნდი, ისე უკვე მოვედი თქვენთან. თქვენ ვიცოდით რომ ასე იქნებოდა ბატონო? იმედი გქონდით, იმიტომ დავწერე. მადლობა. და ძალიან კაი რომ გამოგვივიდა. გახსენებთ. მადლობთ თქვენ. გარდა მის მე მადლობთ ინფორმაციისთვის. მე თქვენ მთავრობას 2020 წელი თქვენთვის ესე დღეს ესე განათება ჩაითო უკვე ხედავ? კი. მე გული განათება საერთოდ არ ყოფილა, ხო? თუ რო იყო? ადრე იყო. მაგრამ ეხლა ახალი მთავრობა ჩვენი გამგეობა ყველაფერს აკეთებს.